საიდან დავიწყო? სულ თავიდან დავიწყო? მე 2 თვეა დაღლილი ვარ. 22-ია და რამ ხელა ჩანდა მოგვატყუა. დავსაჯოთ. ერთმა ჩინელმა ქალმა შემაცდინა. ესე ჯდომა არ გამომდის, ფეხებოხრილი, პლასტიკა არ მიწყობს ხელს. გაწელვები მეზარება ვარჯიშის დროს სასტიკად ყვახი იცი რა არის? მოკლედ აიზედა ვიყიდე ჩინეთში. რაციები უნდა დაგვეტანა კომუნიკაციისთვის. გამარჯობა, მე თეო ვარ, ჟურნალისტი და ამბების შემგროვებელი. ეს კი ჩვენი YouTube არხი, მოუბარია, რომელსაც ჩემს მეგობართან და არაჩვეულებრივ ოპერატორთან ზურასთან ერთად ვაკეთებ. დღეს ჩამავედით გურიაში, ოღონდ არც ჩაისაკრებათ ვართ ჩამოსულები და არც კრიმანჭულის სამღერლად. მოცვის ბაღებში ვარ და ვფიქრობ, რომ დღევანდელ ეპიზოდს განსაკუთრებული ყურადღებით გოგონებმა უნდა უყურონ, იმიტომ რომ გაგაცნობთ ახალგაზრდა ცისფერთვალება აგრონომს გია გობრონიძეს, რომელმაც საქსოფონ ნატანებში 5 წლის წინ მოცვის ბაღი გააშენა. გაგასეირნებთ ამ მოცვის ბაღებში. არ ვიცი როგორ გაგასინჯოთ თქვენ, მე უკვე ძალიან ბევრი მოცვი გავსინჯო და ვჭამე. და მოვისმენთ მის ისტორიას, როგორ დაიწყო ეს საქმიანობა, რამდენად პერსპექტიულია, რა სირთულეებია, რა გამოწვევებია და ასე შემდეგ. ასე რომ გვიყურეთ ბოლომდე. ჩემი ოჯახი წლებია ჩართულია სოფლის მეურნეობაში. წლების განმავლობაში ჰქონდა სხვადასხვა ტიპის შერეული მეურნეობა, მესაქონლეობა, მემარცვლეობა, მეთხილეობა და შესაბამისად მეც ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში და შემიყვარდა რა მიწასთან მუშაობა, ბუნება და შესაბამისად მე გადავწყვიტე რომ ჩემი პროფესიას დამეკავშირებია ჩემ ყოველდღიურობასთან. მოცვი შედარებით ახალი კულტურაა საქართველოში, ბოლო დაახლოებით 10 წელი იქნება გასული, რაც მასიურად დაიწყო ბაღების გაშენება და ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ, კერა იყო გურია მოცვის ბაღების. და მაინტერესა რა, იმიტომ რომ ვიცოდი თუ რამდენად კარგი იყო ჯანმრთელობისთვის და ყოველდღიურობისთვის მოცვის კულტურა და რა კეთილი ისიც ჰქონდა, რა თვისებები ჰქონდა. შესაბამისად, გურიაში რო გავრცელდა ესე მოცვი, დავინტერესდი და ჩავერთე მოცვის აგრონომიაში. დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, რომელშიც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მე ოჯახთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ბაღით გაგვეშენებთ. რამდენი ჯიშის მოცვი გაქვს ახლა აქ? მე მაგ დაახლოებით 7 ჯიშის მოცვი ამ ეტაპზე. მსხმოვიარი არის 4 ჯიში და 3-ს ვამატებ. და როგორც ვიცი, ესპანეთიდან შემოგაქვს ნერგები, ანუ ესპანური ჯიშები გაქვს? არა, ზოგადად ლურჯი მოცვი არის ჩრდილოეთ ამერიკული კულტურა, სამშობლო არის ჩრდილოეთ ამერიკა და იქედან ვრცელდება მსოფლიოში, სხვადასხვა მსოფლიოში. ეხლა მე გამოიყვანე ეს ჯიშები, რომელიც კონკრეტულ კლიმატზე მორგებ. ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური არის ეხლა ესპანეთის სანერგე, საიდანაც შემოგვაქვს ნერგების ჯიშები, რომელიც ჩვენ გვჭირდება იქ გამოვყავთ. ეს ჩვენს კადრებში მარტო თუ მე თან სულ ვჭამდა, მგონი არ უნდა ვჭამო. ეს გადაიღე ხოლმე რო ლაპარაკობს. დავდივარ ხშირად უცხოეთში თუ რამე სემინარები არის, ტრენინგები, შეხვედრები მოცვთან დაკავშირებით, ვცდილობ ყველას დავესწრო, რომ აი თანამედროვე რაღაცები შემოვიტანო. ერთ-ერთი მაგალითია კოცდების. მოცვის ბაღი კოცდებში შედარებით ახალია საქართველოსთვის, ბევრმა არც იცის, უკვირთ, მოიცა ხოთანში უნდა დატოვო. განსხვავებული სპეციფიკა ის აქვს, რომ მოვლას ცოტა სხვანაირი ყურადღება და ტექნიკა ჭირდება. ანუ უნდა სარწყავი სისტემები და ინფრასტრუქტურა უნდა გქონდეს გამართული ისე, რომ ყოველდღიურად მიაწვდის საკვებს დოზირებულად და მცენარე დამოკიდებულია შენზე. ანუ როცა მიწაში ვაკეთებთ ბაღს, მიწას აქვს თავისი რესურსი, ინახავს ამ საკვებს და მცენარე ითვისებს. და ხოთანში ეგრე არ არის, ხოთანი დამოკიდებულია ჩვენზე, რასაც მივაწვდით, იმას გამოიყენებთ. თუ რამე ჩავარდნა გვექნება ამ გამოკვებაში ან მოწყობაში, ზოგადად მალე შეიძლება 3 დღეში მთლიანი ბაღი გაგვიხმეს. ეს რა ჯიშია ახლა? ეს არის დიუკი. დიუკი. ეს საკმაოდ ძველი ჯიშია, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ჯიშები ყოველწლიურად გამოდის ახალი, იტესტება, განსხვავებული გემოები აქვს, ზრდა, ნაყოფი მოსავალი და ეს ძველი ჯიშია, მაგრამ ისეთი ჯიში გამოდგა, რომ მოსავალიც კარგია, გემოც კარგია, უბრალოდ ჩვენ ახლა კონცეფციაში იმიტომ გავაშენე, რომ საქართველოს ნიადაგებზე უჭირს და ზოგადმა ვერ მიიღო კარგი და გაკონტროლებ ნიადაგს შენ თვითონ და მის შემადგენლობას საკუთარ კი, აქ ხელოვნური საკვებარეზი არის და მცენარე გაიზარდა იდეალურად 1 წლის არის. მოსავალი ძალიან კარგი მოგცა. მაყოფილი ხარ. აგრონომი კმაყოფილია. თავარია? თავარი აგრონომი. და თავარი მე მოხმარებელი იყოს კმაყოფილი, რომელიც მიირთმევს
გემრიელ მოცვს, მაგრამ რაღაც მიირთვეს კრეფაზე 3-3 კილო, 4-4 კილო დღეში თუ ჭამამ, დახლობი ზოგადად რაღა მივა. პროფესია მაქვს ესეთი, რომ შევდივარ პლანტაციაში, უნდა ყველაზე კარგი არის უნდა დაკრიფო, დახო ან კრეფის დრო წითელი ხო არ მოყვება ახლა, იმიტომ რომ შეიძლება ასე დაკრიფო. იძულებულია რომ და დაკრიფოს. დაკრიფიც რა ვქნა, ანუ თან გემოც უნდა შეამოწმო და რა ვქნა. ჩემ დაუნებლიათ მე მეწმევინება. სოფელი და სოფლის საქმიანობა რა ჩემთვის იმდენად უნებრივი და ჯანსაღი ყოველდღიურობას ხანაერთ არ წარმომიდგენია ჩემი თავი, იმიტომ რომ აქ ვარ ყველაზე თავისუფალი ლაღი, მაქვს შესაძლებლობა რომ რაღაცა შემიგდიები, გეგმები გამახორციელო და არ ვარ რაღაცა შეზღუდული არც დროში, არც საცობებში, მოცვის ხარისხში ერთ-ერთი მთავარი განაპირობებელი ფაქტორია ზომა. და ეს არის სწორედ ის კომპანია და იმ კომპანიის საზომი, რომლის ენერგიებიც არის. ესე ვამოწმებთ თუ რამდენი მილიმეტრი არის ნაყოფი რა. გარშემოწერილობას ვამოწმებთ რა. სასურველია ბაზარის მოთხოვნა რომ უნდა იყოს 18+. მარკეტზე რო დევს, ვიზუალურადაც კარგია, გემური თვისებებიც კარგი აქვს. და 18 არის, ნახეთ როგორი პატარა, ეს არის 20 ხა. და ჯიშებსაც უწერიათ. ზომების მიხედვით ჯიშები არის, ზოგი არის 18-20, ზოგი არის 20-22, ეს ზუსტად 21 იშვიათად შეხვდეს რა. და მაგის მიხედვით ვარჩევ ჯიშებსაც და კიდე რა ეს შემოწმება კარგი რატო ეცი, რაც უწერია ის უნდა მიიღო. ესე კარგად თუ მოული მიიღებ მონაცემებს და ამით ხდება შეფასება თუ რამდენად გაამართლა ჯიშმა და ჩვენმა შრომამ. თუ ესე იგი თუ ის კალიბრი დავსვით, რაც სცენარეს უწერია, ესე კარგად მოუვარეთ. და კარგად ფასადაც გაიყიდება. ძალიან ბევრი აგროოპერაციები არის ჩატარებელი, სარეველების კონტროლია ყოველთვიურად რამოდენიმეჯერ არის გასაკეთებელი სასუქების ახლა ახალ პრინციპზე რო გადავედით, გადავდივართ, არის რომ ინტენსიური გამოკვება. ანუ კვირაში მინიმუმ თუ კარგი ამინდებია შეიძლება ყოველდღურად მივაწოდოთ საკვები მცენარეს. ამიტომ ჩართულობა ჭირდება ძალიან ინტენსიური ყოველდღიური. საინტერესო ჩემთვის იმით არის მოცვი, რომ ისეთი ცოცხალი პროცესია რა. არის ზოგიერთი კულტურა, რომელიც რაღაცა ცოტა ჩემთვის მოსაწყენია საწარმოოდ რა და ეს რასაც აკეთებს, შედეგს მალევე ხედავ, იქ მოსავალი მოდის და ამიტომ სულ ტონუსში ხარ. ეხლა ვამოწმებ სუბსტრაქტის შავიანობას და ელექტროგამტარიანობას. ანუ სასუქები, რაც მოვაწოდე და რაოდენობით არის ნიადაგი, მარტივად რო. ნორმა ამ შემთხვევაში იწყება 0.4 არის კარგი ზღვარი, ესე გაჯერებულია და ესე იგი დღეს ცოტა უფრო მეტი ჭირდება, იმიტომ რომ მცენარე ხა ინტენსიურად იკვებება, ესე იგი რაც მივაწოდე, იმაზე მეტი შეჭამა. ცოტა უნდა გაუზარდო დოზა. ხა ეს გავწმინდოთ გამოხდილი წყლით. ამცირებელია გამოხდილი წყალი ზუსტი მონაცემების მისაღებად. როცა შენ ამბობ ხოლმე და უშუალოდ ვიღაცას წარუდგენ, შენს თავს დაეუბნები რომ აგრონომი ხარ და პლუს ამას კიდე მოცვის ბაღები გაქვს შენივე გაშენებული, რა რეაქცია მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს? ანუ რამდენად ანუ ხო არის რაღაც პრესტიჟული და არაპრესტიჟული პროფესიები თუ რაღაც ეგეთი მოსაზრებები? ზოგმა არც იცის რა არის აგრონომი. ბევრი ხშირად გქონია რა აგრონომი რა არის. მარტივად ხופსი მოცვის ექიმი, ანუ მე ვარ მოცვის ექიმი, მცენარეების ექიმი, რომელიც უწევს მცენარეებს კვებას, სწამლობებს, ანუ სწამლებს ყველაფერს. და სულ გითხრა, მე როცა დავიწყე, ყველას უკვირდა, აი რა აგრონომია სატიპოვე რა გინდოდა და ეხა ბოლო პერიოდია უფრო რაღაც აი ხონადის გახდა, სოფელშიც ბევრმა დაიწყო დაბრუნება, მიწასთან მუშაობა, ბუნება უფრო პოპულარული გახდა. მოიცა მე შენი ბოლო ვიდეო ნახე ინსტაგრამზე, სადაც ამბობ, რომ დაბერების პროცესს აჩერებს მოცვი და რამდენი წლით ახალგაზრდა წავალ აქედან, როგორ ვფიქრობ? გაჩნია რამდენს შეჭა, ანუ ჯერჯერობით დაკვირდები. თუ კი დადე კამერა გადავედი ჭამაზე. რჩევები ვისთვის რჩევები? დამწყებებისთვის თუ ვინმე დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით და კონკრეტულად მოცვის ბაღის გაშენებით,
ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ პირველ რიგში შევისწავლოთ ის ტერიტორია, ნიადაგი, სადაც ვაპირებთ ბაღის გაშენებას, რაც დაგვეხმარება დავადგინოთ არის თუ არა ოპტიმალური მოცვის გაშენება ამ ადგილზე და კლიმატიდან გამომდინარე შევარჩიოთ ჯიში, რომელიც დამწიფდება დროულად და დროულად დამწიფებული მოცვი კი უფრო მაღალ ფასად იყიდება და უფრო კომერციულად მომგებიანი იქნება. ჩემი პრაქტიკული რჩევა რაც იქნება, არ აჩქარდენ ბაღის მოწყობაში, როცა რამე გვაქვს დაგეგმილი და იდეალურად უნდა მომზადდეს ნიადაგი, ზოგჯერ არის, რომ კლიმატური პირობები გვიშლის ხელს, გვიწევს დაჩქარებულად რაღაცა ოპერაციების გაკეთება და გვიფრჩდება ხარისხი. არანაირად არ გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა, უპირველესი არის ხარისხის დაცვა. თუ რამე შეცდომას დაუშვებთ ბაღის გაშენების დროს, ნიადაგის მომზადებაში ან დარგვაში, არასწორად გაფუერებულ მიწაში ჩაერგვება მცენარე, ამის შედეგს გვიან მოვიმკით და მე ვერ გამოვასწორებთ. ადგილის შერჩევაში აუცილებლად გაითვალისწინეთ მუშახელის რესურსის არსებობა, არის ლოკაციები, სადაც შეიძლება მიწა იყოს დიდი რაოდენობით, ან მიწის ღირებულება შედარებით იაფი იყოს სხვა რეგიონთან, მაგრამ ფიზიკურად ირგვლივ არ იყოს სოფლები, საიდანაც მოხდება მუშახელის ორგანიზება და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ყველაფერს ახლა გამოვიწერთ, ჩამოვა, მაგრამ იქ გჭირდება კვალიფიციური მუშახელი, ვინც შემდეგ ამ პროცესების მართვაში დაგვეხმარება და ეგ თუ არ გვექნა, მთელი შრომა წყალში ჩაეხტება და ფინანსები. მოკლედ გადაღება ისე ვერ დავასრულე, რომ რაღაცა სოფლის საქმე მეც არ მაკეთებინონ, არ დამასაქმონ. აქ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. მოცვები დავკრიფე, სულ ყველაფერი ჩემი ხელით, ხო? იდეალურად, ხარისხის დაცვით, გასაუბრებელი ვარ. დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, შემდეგ საინტერესო პერსონაჟთან, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვადევნეთ თვალი აქტიურად, ხო? აუცილებლად. ნახოთ.